გვერდი მე-40. გამოთვალეთ რკინისაგან დამზადებული გამტარის წინაღობა, თუ მისი სიგრძე 4 მეტრია, ხოლო განიკვეთის ფართობი 2 მილიმეტრი კვადრატი. მოცემული არის, რომ ელი გამტარის სიგრძე არის, ესე იგი 4 მეტრი, განიკვეთის ფართობი არის 2 მილიმეტრი კვადრატი, ანუ 2 10 მინუს 6 ხარისხად მეტр კვადრატი და არის რკინა. რო რკინისა უნდა ცხრილში ვნახოთ. მისი წინაღობა უნდა გავთვალოთ. კითხვის ნიშანი. წინაღობის ფორმულა არის რო ელი გაყოფილი s-ზე. აი ამ ფორმულით გამოთვლით წინაღობას. მეორე ამოცანა. ეს პირველი იყო. მეორე ამოცანა. რა ნივთიერებისგან დამზადებული 11 ომი წინაღობის გამტარი, თუ ცნობილია, რომ მისი სიგრძე 20 მეტრია, ხოლო განიკვეთის ფართობი 0,1 მილიმეტრი კვადრატია. ესე წინაღობა არის მოცემული, არის ესე იგი 11 ომი, სიგრძე ელი არის 20 მეტრი, ხოლო განიკვეთის ფართობი 0,1 მილიმეტრი კვადრატია. ანუ 0,1 10 მინუს 6 ხარისხად მეტр კვადრატი. რა ნივთიერებისგან არის დამზადებული? ამისათვის რო უნდა დავადგინოთ. ერი არის, ესე იგი, რო ელი შეფარდებული s-ზე, რო იქნება ერი გამრავლებული s-ზე შეფარდებული l-ზე, აი ამ როს რო ვნახავთ, ვიპოვით, მერე ვნახავთ ცხრილში აი ესეთი რო რა ნივთიერებას აქვს და აქედან დავადგენთ რა ნივთიერებისგან არის დამზადებული. მესამე ამოცანა. შეიძლება თუ არა გამტარის კუთრი წინაღობა, შეიცვლება თუ არა გამტარის კუთრი წინაღობა, თუ მის სიგრძეს ორჯერ შევამცირებთ. რო კუთრი წინაღობა არის დამოკიდებული ნივთიერების გვარობაზე და ტემპერატურაზე. ამიტომ ესე იგი არც სიგრძეზე და არც განიკვეთის ფართობზე ის დამოკიდებული არ არის. მეოთხე ამოცანა. მუდმივი ძაბვის წყაროსთან მიერთებული ვოლფრამისაგან დამზადებული გამტარში 2,2 ამპერი დენი გადის. რა დენი გაივლის იმავე სიგრძისა და განიკვეთის ფართობის მქონე ნიქრომისგან დამზადებულ გამტარში, თუ მას იგივე ძაბვის წყაროს მივუერთებთ. ეხლა აქ არის ლაპარაკი, რომ u1 უდრის u2-ს, ძაბვები არის ერთნაირი, i1 არის მოცემული, არის 2,2 ამპერი, ვიცით, რომ გვაქვს ესე იგი ვოლფრამის მავთული, ესე იგი რო ვოლფრამის ცხრილში შეგვიძლია ვნახოთ და ეხლა თუ ამ ვოლფრამის მავთულის ნაცვლად ავიღებთ ნიქრომის მავთულს, რო ნიქრომი გვაინტერესებს რა დენი გაივლის მასში, ესე იგი i2 რისი ტოლი არის, თუ იგივე ძაბვაში ჩავრთავთ. ესე იგი სიგრძეები და განიკვეთის ფართობები მათი ერთნაირია. ესე იგი აქ არის მოცემული, რომ l1 უდრის l2-ს და s1 უდრის s2-ს. ხო, ესე იგი ჩვენ ვიცით ეგეთი რაღაცა, რომ დენი ეს არის u შეფარდებული r-ზე, ომის კანონის თანახმად. ესე იგი i1 არის u შეფარდებული r1-ზე და i2 იქნება u შეფარდებული r2-ზე. ასე რომ i2-ის i1-თან შეფარდება, ეგ იქნება r1-ის r2-თან შეფარდების ტოლი. ახლა r1 ეგ იყოს, მოდით ვოლფრამისთვის, რო ვოლფრამისა ელი შეფარდებული s-ზე, რო ნიქრომისა იგივე ელი s-ზე. ეს ელები გაიკვეცება, ეს იქნება რო ვოლფრამისა, რო ნიქრომზე. ასე რომ i2 იქნება i1 რო ვოლფრამისა, რო ნიქრომზე. მეხუთე ამოცანა. ერთი და იმავე ნივთიერებისგან დამზადებული 2 გამტარიდან
ერთის სიგრძე და განიკვეთის ფართობი სამჯერ აღემატება მეორისას. შეადარეთ მათი წინაღობები. ხო, ესე იგი L1 არის სამჯერ L2, S1 არის სამჯერ S2. ხოლო ნივთიერებები ერთნაირი არის, ρ1 უდრის ρ2-ს. უნდა შევაბდაროთ მათი წინაღობები. R2-ის R1-თან შეფარდება როგორი არის. R1 იქნება ρ L1 შეფარდებული S1-ზე, R2 არის ρ L2 S2-ზე. აქედან გამომდინარე, გავყოთ ერთმანეთზე R2 R1-ზე, როები გაიკვეცება, იქნება L1 L2-ზე, S2 S1-ზე. ესე იგი აქ არის L1 არის სამჯერ L2, S1 არის სამჯერ S2. ესე იგი, აქ იყოს S2, L2 სამჯერ S2. ესენი ყველაფერი გაიკვეცება და ერთი სტოლია და წინაღობები ერთნაირი გამოვა. ეხლა მეექვსე ამოცანა. ესე იგი, როგორ შეიცვლება გამტარის წინაღობა, თუ მას გადავადნობ და სულ 5-ჯერ მეტი სიგრძის გამტარს დავამზადებთ. ეხლა, ესე იგი, L2 არის 5-ჯერ L1 და ჩვენ გადავადნეთ ეგენი. ესე იგი, ეს თქვათ რაღაცა გამტარი იყო. და თუ გადავადნობთ, ესე იგი მას არ შეიცვლება, ესე იგი M1 იქნება M2 სტოლი. ნივთიერების გვარობა არ იცვლება, ρV1 იქნება ρV2. ეს არის ჩვეულებრივი სიმკვრივეები აქ. V1 არის S1 L1, V2 არის S2 L2. V1 V2 სტოლი არის, ესე იგი S1 L1 იქნება S2 L2 სტოლი. ეხლა ჩვენ გითხრეს, რომ L2 5 L1 სტოლი არის. ესე იგი S1 L1 უდრის S2 5 L1, ესენი გაიკვეცება და S2 იქნება S1-ის მეხუთედი. ესე იგი ჩვენ გამოგვივიდა, რომ S2 არის S1-ის მეხუთედი. ეხლა წინაღობის ფორმულა R არის ρ R1 ρ L1 S1-ზე. აი ამ როში არ აგერიოთ, ესე იგი ეს იყო სიმკვრივე, ეს არის კუთრი წინაღობა. ამიტომ მოდი ესე რო ხაზიანებს დავწერ აქ. R2 არის რო ხაზიანი L2 S2-ზე. ეხლა R2 რო გავყო R1-ზე, რო ხაზიანები გაიკვეცება, იქნება L2 L1-ზე, ესე იგი S1 S2-ზე. L2 გითხრეს, რომ არის 5-ჯერ L1, ესე იგი აქ S1, ხოლო აქ L1 და S2 არის S1-ის მეხუთედი, S1 S5-ის ზევითავა. S1 S1-თან გაიკვეცება, L1 L1-თან გამოვა 25. ესე იგი 25-ჯერ გაიზრდება წინაღობა. R2 იქნება 25 R1 სტოლი. მეშვიდე ამოცანა. როგორ შეიცვლება გამტარის წინაღობა, თუ მას გადავადნობ და 4-ჯერ მეტი განიკვეთის ფართობის მქონე გამტარად დავამზადებთ. გავს ეს ამოცანა წინა ამოცანას, აქ უბრალოდ ფართობს ვცვლით. ესე იგი S2 არის 4-ჯერ S1, ხო? ახლა აქ მოცულობები დნობის დროს არ იცვლება, V1 უდრის V2-ს, S1 L1 უდრის S2 L2-ს, ესე იგი S1 L1 უდრის S2 არის 4 S1 L2, S1-ები გაიკვეცება, ესე იგი, ხო, S1-ები გაიკვეცება უბრალოდ, და L2 გამოვა L1-ის მეოთხედი. ხო, დავწეროთ წინაღობა R1 არის ρ L1 S1, R2 არის ρ
L2 S2 R2 R1-ზე გამოვა L2 L1-ზე S1 S2-ზე. ახლა აქ L2 არის L1-ის მეოთხედი, L1-ის მეოთხედი, ხოლო S2 არის აქ L1 S1 და S2 არის 4 S1 S1-თან L1-თან და 1/16 გამოვა. ასე რომ R2 იქნება R1-ის მე-16. ნუ წინაღობა შემცირდება აქ. მერვე ამოცანა. რას ნიშნავს წარწერა რეოსტატზე 200 ომი 2.4 ამპერი? ესე იგი, რეოსტატზე წარწერა რეოსტატზე ეს არის 200 ომი, ეს ნიშნავს, რომ რეოსტატის წინაღობა ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ 0-დან 200 ომამდე. და მეორე წარწერა ნიშნავს, რომ დენი რო წერია, ესე იგი 2.4 ამპერი, ეს არის ის მაქსიმალური დენი, რომელიც შეიძლება რეოსტატში გავატაროთ, რომ ის არ დაიწვას. ხო, და აქ არის მოცემული, ესე იგი, რა მაქსიმალურ ძაბვაზე შეიძლება ჩავრთოთ ეს რეოსტატი, რომ ის არ დაიწვას. რა მაქსიმალურ ძაბვაზე შეგვიძლია ჩავრთოთ რეოსტატი, რომ ის არ დაიწვას. რეოსტატზე მოდებული მაქსიმალური ძაბვა, რაც შეიძლება მოვდოთ, ეს იქნება რეოსტატის მაქსიმალური მნიშვნელობა წინაღობის გამრავლებული დენის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე. ამაზე მეტ ძაბვაზე ჩართვა არაფრით არ შეიძლება. ხო, ესე იგი, ეს იქნება მაქსიმალური იქნება 200 გამრავლებული 2.4-ზე. ეს იქნება 480 ვოლტი. ხო, ნუ მეცხრე ამოცანა. რეოსტატი დამზადებულია 300 მეტრის სიგრძისა და 0.5 მმ² განიკვეთის ფართობის მქონე ნიქრომის მავთულისგან. განსაზღვრეთ რეოსტატში გამავალი დენის ზალა, თუ 20.14 ძაბვაზე მისი ხვიების მეათედია ჩართული. ხო, ნუ ჩავწეროთ, ესე იგი, მთელი სიგრძე რეოსტატის, ესე იგი, ეს არის 300 მეტრი, განიკვეთის ფართობი მავთულისა, ეს არის 0.5 მმ². და ნიქრომისგან არის, ესე იგი, რო ნიქრომის, ნუ შეგვიძლია ცხრილში ნახოთ, რისი ტოლიც არის. ეხლა უნდა გავიგოთ განსაზღვროთ რეოსტატში გამავალი დენის ზალა, თუ ძაბვა არის 20.4 ვოლტი და მისი ხვიების მეათედი არის ჩართული. ესე იგი, ხვიების რაოდენობის მეათედი არის, ნუ მოდი ეს კათი აღვნიშნოთ, არის, ესე იგი, 1/10 არის ჩართული. ნუ რა დენი გაივლის ასეთ შემთხვევაში. ნუ რეოსტატის სრული წინაღობა იქნება რho L შეფარდებული S, ხო? ახლა რადგან ხვიების მეათედი არის ჩართული, ამიტომ რეალური აი ჩართვის მომენტში წინაღობა იქნება K/R. ხო, ესე იგი, აქედან გამომდინარე, გამავალი დენი იქნება U შეფარდებული აი რა წინაღობაც არის ჩართული იმაზე, ესე იგი, ეს იქნება 20.4 შეფარდებული აი აქ ჩართული წინაღობა, რომელსაც აი ამ ფორმულით გავმოვითვლით. და მეათე ამოცანა, მუდმივ 100 ვოლტ ძაბვაზე მიერთებული ელექტროქურის სპირალის წინაღობა შესაძლებელია 20 ომიდან 220 ომამდე ვცვალოთ.
აგეთ რეოსტატში გამოვალი დენის ძალის წინაღობაზე დამოკიდებულების გრაფიკი. ესე იგი, ძაბვა არის მოცემული, არის 110 ვოლტი. ელექტროგური სპირალის წინაღობა შესაძლებელია 20 ომიდან 220 ომამდე ვცვალოთ. ესე იგი, R მინიმალური იქნება 220 ომი. ესე იგი, R მაქსიმალური იმ სპირალისა არის 220 ომი. ხო და აქ უნდა ვნახოთ, ესე იგი, რეოსტატში გამოვალი დენის ძალის წინაღობაზე დამოკიდებულების გრაფიკი. ესე იგი, რეოსტატში რა დენი გაივლის, იმის დამოკიდებულება წინაღობაზე, ესე იგი, ეს გრაფიკი არის ასაგები. გამოვალი დენის დამოკიდებულება წინაღობაზე, მას აქვს ეგეთი სახე, U შეფარდებული R-ზე. ასე იგი, I არის U გაყოფილი R-ზე. I R-ის, ესე იგი, უკუპროპორციული არის. ესე იგი, თუ მაგალითად, აქ თუ წინაღობას გადავზომავთ აქ დენს, წინაღობა თუ არის, ესე იგი, 20 ომი, რადგან ის მინიმალური წინაღობა 20 ომი არის, დენის მაქსიმალური მნიშვნელობა იქნება 110 შეფარდებული 20-ზე, ხო? ესე იგი, ეგ იქნება 5.5 ამპერი. აი აქ თქვა თუ არის 20 ომი, ეს იქნება სადაც 5.5 ამპერი. ხო, აი თქვა ეს წერტილი არის. ხოლო თუ ეს 220 მინიმალური იქნება 110 ვოლტი შეფარდებული 220 ომზე. ეს იქნება 0.5 ამპერი. აი თქვა ეს არის თქვა 0.5 ამპერი. ეს არის თქვა 220. აი ესეთი დამოკიდებულება იქნება. ესე იგი, ეგ არის ჰიპერბოლა. ეხლა 45 გვერდი. პირველი ამოცანა. გამტარის წინაღობა 0 გრადუს ცელსიუსზე 80 ომია. განსაზღვრეთ ამ გამტარის წინაღობა 1500 გრადუს ცელსიუსზე. თუ მისი წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი 0, მოცემული არის ტემპერატურული კოეფიციენტი. ესე იგი, მოცემული არის, რომ თუ T არის 0 გრადუს ცელსიუსი, ესე იგი, წინაღობა R0 არის 80 ომი. და უნდა ვიპოვოთ T ტემპერატურაზე, რომელიც 1500 გრადუს ცელსიუსი არის, რისი ტოლი არის წინაღობა. წინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების ფორმულა არის ეგეთი: R არის R0 1 პლუს ალფა T. ხო. აქ ტემპერატურული კოეფიციენტი მოცემული არის ალფა. ალფა არის 4 მინუს 4 ხარისხად გრადუსი. აი ამ ფორმულით გამოთვლით, ესე იგი, R-ს აი ამ T ტემპერატურაზე, R0-ვანი მოცემული გვაქვს. მეორე ამოცანა. გამტარის წინაღობა 0 გრადუს ცელსიუსზე 20 ომია. განსაზღვრეთ ამ გამტარის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი, თუ 1000 გრადუსზე მისი წინაღობა 30 ომს უტოლდება. ესე აქ არის მოცემული, რომ T თუ არის, ესე იგი, 0 გრადუს ცელსიუსზე, წინაღობა R0-ვანი არის, ესე იგი, 20 ომი. ხოლო T უდრის 1000 გრადუს ცელსიუსზე, წინაღობა RT არის 30 ომი. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ, ესე იგი, აი წინაღობის თერმული კოეფიციენტი. პოულობთ ამ ფორმულით, ესე იგი, RT არის R0-ვანი 1 პლუს ალფა T, ანუ აქედან 1 პლუს ალფა T ეს არის RT შეფარდებული R0-თან, ალფა T ეს არის RT შეფარდებული R0-თან -1,
და ალფა იქნება RT შეფარდებული R0-თან -1 შეფარდებული ტემპერატურაზე. აი ამ ფორმულით დავადგენთ. მესამე ამოცანა. ლითონის გამტარის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი მოცემულია. განსაზღვრეთ ამ გამტარის წინაღობა 0 გრადუსზე თუ 1200 გრადუსზე მისი წინაღობა 124 ომია. ესე იგი ალფა მოცემული არის ესე იგი 2 10 - 4 გრადუს -1 ტემპერატურა არის 1200 გრადუს ცელსიუსი, ამ დროს ტემპერატურა არის ესე იგი ტემპერატურის წინაღობა არის ესე იგი 124 ომი და ჩვენ გვეკითხებიან რისი ტოლია წინაღობა 0 გრადუს ცელსიუსზე. ისევ წერთ წინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების ფორმულას, ერთი არის R0 1 + αλφT, აქედან R0 არის RT 1 + αλφT-ზე გაყოფილი. აი აქედან ამ ფორმულით დავადგენთ. ახლა მეოთხე ამოცანა. მუდმივი ძაბვის წყაროსთან მიერთებულ 0 გრადუსიან სპილენძის გამტარში 1 ამპერი დენი გადის. რა დენი გაივლის ამ გამტარში თუ მას 100 გრადუსამდე გავაცხელებთ. ესე იგი, როდესაც 0 გრადუს ცელსიუსი იყო ტემპერატურა, დენი იყო I1 იყო 1 ამპერი. ხო და რისი ტოლი იქნებაო დენიო თუ ტემპერატურა იქნება 100 გრადუს ცელსიუსი. ვიცით რომ სპილენძი არის, რო სპილენძისა შეგვიძლია ცხრილში ვნახოთ და გარდა ამისა მოცემულია რომ მუდმივი ძაბვის წყაროსთან არის ჩართული სგე სისტემა. ეს კი წინაღობა ეს არის U შეფარდებული I-ზე, ამიტომ R პირველი R0-ანი უпростоროდ ეს არის U შეფარდებული I პირველთან, ხოლო R იქნება U შეფარდებული I2-თან. ეს კი ეს მოცემულ T ტემპერატურაზე. მეორე მხრივ RT ეს არის R0-ანი 1 + αλφT. შევიტანოთ RT-ს მნიშვნელობა U გაყოფილი I2-ზე, ეს არის U გაყოფილი I1-ზე, 1 + αλφT. ეს U-ები გაიკვეცება და აქედან გვექნება I2 უდრის I1 შეფარდებული 1 + αλφT-ზე. აი ესეთი დენი გაივლის, სადაც ალფა არის ესე იგი სპილენძის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი. მეხუთე ამოცანა. 100 ვოლტ ძაბვაზე ჩართულ 0 გრადუს ცელსიუსიან ნიკელინის გამტარში 2 ამპერი დენი გადის. რა ძაბვაზე უნდა ჩავართოთ იგივე გამტარი, რომ 500 გრადუს ცელსიუსზე გაცხელებისას დენის ძალა იგივე დარჩეს. აქ გითხრეს რომ I1 უდრის I2-ს და მოცემული არის U1 არის 100 ვოლტი, I1 არის ესე იგი 2 ამპერი, ესე იგი ეს არის როდესაც ეს მონაცემებია, როდესაც ტემპერატურა იყო 0 გრადუს ცელსიუსი. ეხლა თუ ტემპერატურა გახდება 500 გრადუს ცელსიუსი და დენი იგივე, როგორი უნდა იყოს ძაბვა? U2 არის კითხვის ნიშანი. ეს იგი ნივთიერება მავთულისა არის ნიკელინი. ესე იგი მისი ტემპერატურული კოეფიციენტი ჩვენ უნდა ცხრილიდან ვიპოვოთ. ხო, ისევ წერთ ჩვენ ესე იგი რომ R არის U გაყოფილი I-ზე, ესე იგი თქვათ R0 ეს არის U1 გაყოფილი I1-ზე, ხოლო RT არის U2 გაყოფილი იგივე I-ზე. მეორე მხრივ RT ეს არის R0-ანი 1 + αλφT. შევიტანოთ ესე იგი აქ ამათი მნიშვნელობები.
შევიტანოთ ამათი მნიშვნელობები, ესე იგი U1 I1-ზე, ეს არის U2 შეფარდებული I1-ზე. ახლა პრინციპში ესე იგი აი ამ დენის ცოდნა ზედმეტი არის რა. ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ I1-ები მაინც გაიკვეცება. ასე რომ U2 იქნება U1 1 პლუს ალფა T. ეს იგი ზედმეტად არის თუ პირობას სწორად წავიკითხეთ, აბა კიდევ ერთხელ 100 ვოლტ ძაბოზე ჩართული 0 გრადუსი ნიკელის გამტარში 2 ამპერი დენი გადის. რა ძაბოზე უნდა ჩავართოთ იგივე გამტარი, რომ მისი 500 გრადუსაზე გაცხელებისას დენის ძალა იგივე დარჩეს, ხო? ნუ ეს დენის მნიშვნელობა ზედმეტი არის. მეექვსე ამოცანა. ვოლფრამის ძაფის წინაღობა ვოლფრამის ძაფის წინაღობა 0 გრადუს ცელსიუსზე 1.25 ომია. ესე იგი R ნულოვანი არის 1.25 ომი. რა ტემპერატურამდე გაცხელდება ძაფი თუ წინაღობა 13.25 ომს გაუტოლდება. ესე იგი RT არის 13.25 ომი. ნუ ეს ვოლფრამი არის ალფა, ვოლფრამისაც ცხილში ვნახოთ და გვეკითხებიან რა ტემპერატურამდე გაცხელდაო. ესე იგი RT ეს არის R ნულოვანი 1 პლუს ალფა T, აქედან 1 პლუს ალფა T ეს არის RT R 0-ზე, ალფა T არის RT R 0-ზე მინუს 1, აქედან ტემპერატურა იქნება RT R 0-ზე მინუს 1 შეფარდებული ალფაზე. აი ესე ტემპერატურამდე გაცხელდება. მეშვიდე ამოცანა. რამდენი გრადუსით შეიძლება გავზარდოთ პლატინის გამტარის ტემპერატურა, რომ მისი კუთრი წინაღობის ცვლილება 50%-ს არ აღემატებოდეს. რამდენი გრადუსით შეგვიძლია რომ მისი კუთრი წინაღობის ცვლილება, ესე იგი დელტა რო შეფარდებული როსთან არის, ნუ ეს გამრავლებული 100%-ზე, ეს არის 50%. ესე იგი აი ამას გვეკითხებიან. და გვაქვს ესე იგი პლატინა არის, ესე იგი ნივთიერება არის პლატინა. და რამდენ ტემპერატურაზე შეგვიძლია გავზარდოთო. ნუ დელტა T არის კითხვის ნიშანი. ხო, ნუ რო კუთრი წინაღობა ტემპერატურაზე შემდეგნაირად არის დამოკიდებული. რო0 1 პლუს ალფა დელტა T. ესე იგი ეს ფორმულა შეიძლება ესეთნაირად გადავწეროთ, რო უდრის რო0 პლუს რო0 ალფა დელტა T, ანდა როს მინუს რო0 არის რო0 ალფა დელტა T. რო მინუს რო0 ეს არის დელტა რო შეფარდებული რო0-ზე არის ალფა დელტა T. ხო, ამიტომ ესე იგი დელტა T იქნება დელტა რო შეფარდებული რო0-ზე გაყოფილი ალფაზე. აი ამ ფორმულით დავითვლით, ესე იგი, სადაც დელტა როს რო0-თან მივიჩნევთ, ესე იგი 0.5. ხო, ახლა მერვე ამოცანა. რამდენი პროცენტით გაიზრდება რკინის კუთრი წინაღობა, თუ მას 0 გრადუს ცელსიუსიდან 150 გრადუს ცელსიუსამდე გავაცხელებთ. ეს კი T0 არის 0 გრადუს ცელსიუსი, T არის 150 გრადუს ცელსიუსი. რამდენი პროცენტით გაიზრდება რკინის კუთრი წინაღობა? დელტა რო არის კითხვის ნიშნის ტოლი. ნუ ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ, რომ დელტა რო, აი წინა ფორმულიდან გამომდინარე, არის რო0 ალფა დელტა T. ამიტომ დელტა რო გაყოფილი რო0-ზე
ეს არის ალფა დელტა t. ნუ აქედან ესე იგი ალფას მაგივრად შევიტანთ ალფა რკინისას. ნუ დელტა t გვექნება 150 გრადუსი. ეს უდრის 150 გრადუსს და აქედან დავთვლით ნუ ამ შედეგს ესე იგი დელტა როს რო 0-ზე მე გავამრავლებთ 100%-ზე და ეს იქნება პასუხი ჩვენი. მეცხრე ამოცანა. 20 გრადუს ცელსიუსზე გამტარის წინაღობა 11 ომია. 420 გრადუს ცელსიუსზე კი 12.3. გამოთვალეთ ამ გამტარის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი. ესე იგი t პირველი თუ არის 20 გრადუს ცელსიუსი, r პირველი არის 11 ომი. ხოლო t2 თუ არის, ესე იგი 420 გრადუსი, r2 არის, ესე იგი 12.3. აი ამ მონაცემებიდან ალფა უნდა დავადგინოთ. დავწეროთ r პირველი, ეს არის r ნულოვანი 1 პლუს ალფა t1. r მეორე არის იგივე r ნულოვანი 1 პლუს ალფა t2. გავყოთ ერთმანეთზე, r ნულები გაიკვეცება r1 r2-ზე, იქნება 1 პლუს ალფა t1, 1 პლუს ალფა t2. ნუ გადავამრავლოთ ჯვარედინად r1 პლუს r1 ალფა t2 უდრის r2 პლუს r2 ალფა t1. ნუ დავაჯგუფოთ ერთად, თქვათ ეს გადმოვიტანოთ აქეთ ხარეს. მექნება r პირველს გამოკლებული r მეორე არა ბოდიში ესე არ გამოვა. ეს გადავიტანოთ აქეთ ხარეს და მანდ გავაფრთხილებს გარეთ ალფა. ესე იგი r1 t2 მინუს r2 t1 იქნება r2 მინუს r1. აქედან ალფა იქნება r2 მინუს r1, r1 t2 მინუს r2 t1. აი ესეთნაირად დავთვლით თერმულ კოეფიციენტს. და მეათე ამოცანა. რა ნივთიერებისგანაა დამზადებული გამტარი თუ 24 გრადუს ცელსიუსზე მისი წინაღობა 6 ომია. 800 გრადუს ცელსიუსზე კი 6.6 ომი. ნუ აქ ანალოგიურად, ესე იგი თუ t1 ტემპერატურა არის 24 გრადუს ცელსიუსზე, r1 არის 6 ომი. ხოლო თუ ტემპერატურა არის 800 გრადუს ცელსიუსი, მაშინ წინაღობა r2 არის 6.6 ომი. ნუ რა ნივთიერებიდან არის? ესე იგი ალფა უნდა ვიპოვოთ და მერე ცხრილში შევადაროთ ეს რა ნივთიერების ალფა არის. ნუ წერთ, ესე იგი r1 არის r0 1 პლუს ალფა t1, r2 არის r0 1 პლუს ალფა t2, ყოფთ ერთმანეთზე, r0-ები გაიკვეცება, r1 r2-ზე იქნება 1 პლუს ალფა t1, 1 პლუს ალფა t2. ხო, ჯვარედინად გადავამრავლოთ. r1 პლუს r1 ალფა t2 უდრის r2 პლუს r2 ალფა t1. ხო, ეხლა ნუ მოდი ეს აქეთ გადავიტანოთ, ალფა გავაფრთხილებს გარეთ r1 t2 მინუს r2 t1 უდრის r2 მინუს r1. ნუ ესე იგი ალფას ვიპოულობთ r2 მინუს r1, r1 t2 მინუს r2 t1, ამას რო გამოვთვლით, მერე ცხრილში ვნახავთ აი ეს ალფა რომელ ნივთიერებას შეესაბამება.